შედეგები ძალიან სერიოზული იქნება. თუ უახლოეს მომავალში კრემლში არ ჩამოვალ და პირდაპირ ეთერში თქვენს გვერდით არ გამოვალ, არმია კრემლის წინააღმდეგ მიმართავს თავის იარაღს. ძალიან სერიოზული სისხლის ბრახლოვდება და ეს საერთოდ არ არის ხუმრობა. და ნუ გვიბიძგერთ აქ იმისკენ თითქოს ბორის ვიაჩესლავოვიჩი აწყობს პროცესს, რომ ომში ჩავგვხტოს. მოусმინეთ, ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან 1000 ჯერ ქონდა ეს თემა განხილული. როგორ უნდა ვიომოთ უკრაინელების წინააღმდეგ. უკრაინის მასშტაბური შეტევების ფონზე რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ნამდვილი აჯანყება მციფდება. რუსი ჯარისკაცები მზად არიან თითქოს შეატრიალონ ქვემეხები და შტურმით წავიდნენ მოსკოვზე, როგორც თავის დროზე ევგენი პრიგოჟინიც ცდილობდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მიმართვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ის მხოლოდ გადასცემს შეტყობინებას თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობისგან. და თუ მას არ მოუწყობენ აუდიენციას ვლადიმირ პუტინთან, ეს სოშნიკი თავის თანამებრძოლებთან ერთად მოსკოვისკენ წავა. რაც შეეხება რუსებს შორის უკმაყოფილებას, ის მართლაც იზრდება. კერძოდ საწოვის კრიზისი რუსეთში განაგრძობს გაფართოებას და როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური შეზღუდვების საწოვის გაყიდვაზე უკვე დაფიქსირდა მინიმუმ 83 რეგიონში რუსეთის ფედერაციაში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასობაში ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იწყებს რუსეთზე ზეგავლენის 40 დღიან ოპერაციას, რათა აიძულოს იგი ომის დასრულებაზე წავიდეს. საუბარია იმაზე, რომ სბუ იწყებს 40 დღიან მასიურ დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ. ამასობაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც 7 და 8 ივლისს ანკარაში გაიმართება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები ემზადებიან უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის. ამ თანხების გათვალისწინებით უკრაინის თავდაცვის საერთო ხარჯები, როგორც შიდა ისე გარე, დაახლოებით უტოლდება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს მიმდინარე წლისთვის. ამასობაში ბელარუსში რუსების გავლენით უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებენ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინსკს უკვე გადაეცა სიგნალები, რომ ეს უნდა შეწყდეს. თუმცა ბელარუსი ცდილობს უკრაინელების პროვოცირება მოახდინოს, რათა ისინი საზღვართან მდებარე ტყეებში შევიდნენ, რომლებიც დანაღმულია. ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტმა განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეების გამარტივებული შეშვება ბელარუსის ტყეებში, თითქოს და სოკოსა და კენკრის შესაგროებლად. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ ცოცხალ ფარად იქცეს სამხედრო პროვოკაციებისთვის. მაგრამ მოულოდნელად ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საჯაროდ მოითხოვა კრემლისგან, რომ ბელარუსი ომში არ ჩაეთრიეთ და პირველად საჯაროდ აღიარა, რომ პუტინი მართლაც აიძულებს მას ამას. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით განვიხილოთ ბოლო სიახლეები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით დავიწყოთ ყველაზე ცხელი სიახლით. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთი რუსი სოშნიკის ვიდეო მიმართვა, რომელიც პირდაპირ მიმართავს ვლადიმირ პუტინს და აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ნამდვილი სამხედრო აჯანყებისთვის ემზადებიან. მხოლოდ გამოქვეყნების პირველ 4 საათში ამ ვიდეომ ინსტაგრამში 3,5 მილიონზე მეტი ნახვა და 125,000-ზე მეტი მოწონება დააგროვა. კანადაში რუსი ოკუპანტი, რომელიც მთლიანად მედლებითაა დაფარული, ამტკიცებს, რომ 24 და 25 ივნისს მასთან თითქოს შეხვდნენ ჩინოვნიკები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და მისი თქმით, მას გადასცეს გარკვეული შეტყობინება რუსეთის პრეზიდენტისთვის. ციტატა: თუ ის პირდაპირ ეთერში აუდიენციას არ მომცემს, მე ვიტყვი მთელ სიმართლეს, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამასთან ამ რუს ოკუპანტს არ დაუკონკრეტებია, რატომ აირჩიეს სწორედ ის ამ მისიისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებმა. 2026 წლის 25 ივნისი დღეს ჩამოვიდა ხალხის სახურების წარმომადგენელი. გუშინ ჩემთან შეხვდნენ ადამიანები თავდაცვის სამინისტროსა და გზალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები და გადასცეს შეტყობინება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს, რომ თუ ის არ მისცემს აუდიენციას
პირდაპირ ეთერში. მე ვიტყვი მთელ სიმართლეს, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამ მომენტში ათეულობით, ასეულობით, ათასობით ჩვენი ჯარისკაცი ზინდანებში ზის, საკუთარივე მეთაურების მიერ დასჯილი. ზიან, ლფებიან, აწამებენ და ძალადობენ მათზე ეგრეთ წოდებული გესტაპოს წევრები. იმისთვის რომ მათ უარი თქვეს სულელური, კითხვლელური ბრძანებების შესრულებაზე, იმისთვის რომ მათ უარი თქვეს თავისუფლების დასდათმობაზე. ეს არის ფინანსური სახსრები. და საბოლოო ჯამში მათ ანულირებენ. უბზოუფლოდ დაკარგულებად აცხადებენ. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მიაქციეთ ამას ყურადღება, დამიბარეთ თქვენთან. შედეგები ძალიან სერიოზული იქნება. თუ ახლოს მომავალში კრემლში არ ჩამოვა და პირდაპირ ეთერში არ გამოვა, თქვენს გვერდით არმია კრემლის წინააღმდეგ იარაღს მიმართავს. მე მხოლოდ შეტყობინებას გადავცემ. მე დამთავრებული მაქვს. ბოლოს გაირკვა, რომ ამ ვიდეოზე ალექსანდრ ლუნინი ჩანს. ის არის სამხედრო ვორონეჟის ოლქიდან, რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მონაწილეობდა უკრაინაში შეჭრაში და ბლოგს აწარმოებს Instagram-ზე და სხვა პლატფორმებზე. სხვა ვიდეოში იგივე ოკუპანტი ლუმინი აცხადებს, რომ ეს ბლეფი არ არის, ნუ იფიქრებთ ასე. და თუ მას ამ მის ოჯახს რამე მოუვა, ციტატა, ეს იქნება სიგნალი მოქმედებების დასაწყებად. ვინ მივიდა მასთან თითქოსდა და ვინ გადასცა პუტინისთვის შეტყობინება. ბლოგერმა რა თქმა უნდა არ თქვა, მაგრამ აღნიშნა, რომ მზად არის ამის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს უამბოს და მხოლოდ პირდაპირ ეთერში. მაგრამ რაზე უნდა ესაუბროს პუტინს, ვინ არის თვითონ და ვინ ესაუბრა მასთან თითქოსდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროდან, ამის შესახებ მან არაფერი თქვა. ჩემო მეგობრებო, ძალიან სერიოზული სისხლისღვრა გვიახლოვდება და ეს საერთოდ არ არის ხუმრობა. თუ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ახლა გონიერებას გამოიჩენს, მოусმენს სამხედროების, ძალოვანების, იმ ადამიანების შეტყობინებებს, რომლებიც გუშინ ჩვენთან ჩამოვიდნენ, მაშინ ამის თავიდან აცილება შეიძლება. თუ არა, მე ვფიქრობ, ქვეყანაში ისეთი ქაოსი იქნება, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. იმიტომ რომ გარენტერი არ ძინავს, ის ყველაფერს ხედავს. და რა თქმა უნდა, ის ყველაფერს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. თუ ბიჭები, რომლებიც ახლა წინა ხაზზე არიან, თავიანთ პოზიციებს დატოვებენ, ჩვენი ქვეყანა დაინგრევა. უნდა გაიოთ ყველაზე მთავარი. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ჩვენ ცხოვრება სულად საფრთხეზე ვახენ. მე წინააღმდეგობის ლიდერი არ ვარ. მე ის ვარ, ვისაც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა მოусმინა. და აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ჰგავს გაგიჟებული რუსი ოკუპანტის მცდელობას მიიპყროს ყურადღება, მეტი არაფერი. მისი მიმართვა სწორედ ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის ამბოხის ცლის თავზე გამოქვეყნა 2023 წელს. გახსენებთ, 2023 წლის 23 და 24 ივნისს ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს მოსკოვისკენ. მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო ამ სამხედრო კომპანიის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის განცხადებებით, რომლებიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ შეაფასა როგორც აჯანყების მცდელობა. და პრიგოჟინიც ხომ თავის მებრძოლებს მოსკოვისკენ მიუძრობოდა, რათა იქ ვლადიმირ პუტინთან ესაუბრა, რადგან თავდაცვის სამინისტროში თითქოს არ უსმენდნენ. საერთოდ ეხლა ყველაფერი ასე გამოიყურება. კიდევ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე, რომელსაც გონება გადაუვიდა. ამ გზით გადაწყვიტა ყურადღების მიქცევა. ჩემი აზრით მეტი არაფერი. მაგრამ რუსების უკმაყოფილება მაინც იზრდება, ეს უნდა ვავიაროთ. საწვავის კრიზისი რუსეთში განაგრძობს გაფართოებას. 26 ივნისის მდგომარეობით საწვავის გაყიდვაზე ოფიციალური შეზღუდვები მთელი რეგიონის მასშტაბით უკვე შემოღებულია რუსეთის 32 სუბიექტში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ გავითვალისწინებთ ლოკალურ შეზღუდვებს, ანუ ცალკეულ ქალაქებში, რაიონებში ან დასახლებებში,
ოფიციალური შეზღუდვები უკვე მოქმედებს 53 რეგიონში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სუგი როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური შეზღუდვები საწვავის გაყიდვაზე დაფიქსირებულია მინიმუმ 83 რეგიონში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფაქტობრივად უკვე თითქმის აღარ დარჩა რუსეთის რეგიონები, რომლებსაც საწვავის კრიზისი არ შეხებია. ყველაზე გავრცელებული შეზღუდვები არის საწვავის კანისტრებში გაყიდვის აკრძალვა, ასევე ლიმიტი. ერთ ავტომობილზე 20 ლიტრი ბენზინი ან 80 ლიტრი დიზელი. გარდა ამისა, რიგ რეგიონებში სატვირთო ტრანსპორტისთვის დაწესებულია ლიმიტი. ტრასებზე 200 ლიტრი დიზელი, ხოლო ცალკეულ სუბიექტებში შემოღებულია სახელმწიფო სამსახურების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტული მომარაგება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა საწვავის მხრივ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყირიმში და სევასტოპოლში მოქმედებს სრული აკრძალვა საწვავის გაყიდვაზე, ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის. ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინი არ არის. სადაც ბენზინი არის, ერთ ადამიანს არაუმეტეს 20 litrს აძლევენ. საწვავის კანისტრებში გაყიდვა აკრძალულია, დიზელი სპეციალური სამსახურებისთვის ტალონით გაიცემა. ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში ბენზინი ერთ ადამიანს არაუმეტეს 20 litrს აძლევენ. ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში ერთ ჩასხმაზე საწვავის ლიმიტი 50 litrია. ოკუპირებული ხერსონის ოლქის ნაწილში საწვავს მხოლოდ ტალონით გასცემენ. საწვავი მუდმივად არ ყოფნით, ხოლო მიწოდების შეფერხებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას იწვევს. იცით რა არის ყველაზე სასაცილო ამ ყველაფერში? რუსეთის რეგიონული ხელმძღვანელებიდან თითქმის არც ერთი არ ასახელებს კრიზისის მიზეზად უკრაინის დარტყმებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე. ამის ნაცვლად გუბერნატორები და რუსეთის რეგიონების მთავრობები მიმდინარე მოვლენებს ხსნიან. ციტატა: ლოგისტიკის გადახალისებით, მიწოდების მარშრუტების შეცვლით, სეზონურად მაღალი მოთხოვნით, ან საერთოდ პასუხისგებლობას აკისრებენ თავად ბენზინგასამართ სადგურების ქსელებს. ამბობენ, რომ სწორედ ბენზინგასამართი სადგურებია დამნაშავე. ისინი თავად არიან პასუხისგებლები. და პარადოქსია, მაგრამ რუსების უმეტესობა ამ სისულელეს მართლა უჯერებს. ისინი ხედავენ დარტყმებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მაგრამ ამბობენ, ეს უბრალოდ ლოგისტიკაა დარღვეული. ეს უბრალოდ ასეთი სეზონია, ზაფხულია. ამიტომ ყველა ყიდულობს ბენზინს, ამიტომ არის დეფიციტი. არა, ნუ იფიქრებთ, ეს იმიტომ არ არის, რომ უკრაინული დრონები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მთლიანად ანადგურებენ. და აი თქვენთვის საინტერესო სტატისტიკა. რუსულმა გამოცემა კომერსანტმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშების საფუძველზე დაითვალა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში თითქმის 40,000 უპილოტო აპარატი გაუშვეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ანგარიშების მიხედვით, იანვრიდან ივნისამდე სააერო თავდაცვის ძალებმა 39,000-ზე მეტი უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს. საშუალოდ ეს თვეში დაახლოებით 6,000-ია, ხოლო არასრული ივნისის განმავლობაში ეს მაჩვენებელი უკვე თითქმის 10,000 დრონს მიაღწია. ბოლო თვეებში უკრაინული ძალები ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე კონცენტრირდნენ, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია რუსეთის საწვავის ბაზრისთვის. და როგორც როიტერსი წერს ინდუსტრიის წყაროებზე დაბრუნებით, რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, მათ შორის მოსკოურისა და ტანეკოს, გაჩერებამ ივნისში ავტობენზინის წარმოება 25%-ით შეამცირა გასული წლის ივნისთან შედარებით. ამჟამად რუსეთში დღეში სულ რაღაც 85,000 ტონამდე ბენზინი იწარმოება. მაშინ როცა ზაფხულის მოხმარება არანაკლებ 110,000 ტონია. ანუ წარმოება მოთხოვნის 20%-ს ვერ ფარავს. მაგრამ ჩანს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იწყებს კონკურენციას, დღის ოპერაციას რუსეთის გავლენაზე, რათა აიძულოს ომი დაასრულოს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა SBU-ს ხელმძღვანელის ევგენი ხმარას ანგარიშის შედეგებზე შორ მანძილზე მოქმედი სანქციების, საშუალო მანძილის სანქციებისა და სპეციალური ოპერაციების ცენტრის ალფას ფრონტზე მიღწეული შედეგების შესახებ. შემდეგ მოვიყვან უკრაინის პრეზიდენტის ციტატას. დაამტკიცე უსაფრთხოების სამსახურისთვის SBU-სთვის 40 დღიანი გავლენის ოპერაცია აგრესორის სახელმწიფოზე, ომის დასრულების იძულების მიზნით.
რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ SBU აჩვენებს უკრაინის პოზიციების დაცვის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს ფრონტზე, სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატების წყალობით. CESO ალფა ლიდერია ოკუპანტის ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების შედეგებით. მაგრამ ასეთ სიტუაციაში კრემლი ცდილობს ახალი ფრონტის გახსნას ბელარუსის ტერიტორიიდან. ზელენსკიმ დღეს თქვა, რომ ბელარუსში აშენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას უკრაინის საზღვართან ახლოს. შემდეგ ზელენსკის ციტატა. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულების შემსრულებელმა ოლეგ ლუგოვსკიმ მოახსენა, რომ ბელარუსში რუსეთის აშკარა გავლენით ხორციელდება ზომები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პოტენციური გაფართოების მოსამზადებლად. უკრაინის საზღვართან ბელარუსში სრულდება გზებისა და საბრძოლო მასალისა და საწვავ-საფოხი მასალების საცავების ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ ყველაფერს სხვა დანიშნულება არ აქვს, გარდა სამხედრო მიზნებისა. საუბარია შემდეგ სასაზღვრო მიმართულებებზე. კობრინი კოველი, ივანო მანევიჩი, ლუნინეცი სარნი, რეჩიცა კოროსტენი, გომელი ჩერნიგოვი. ვიცით, რომ რუსულ დოკუმენტებში ეს სწორედ ასეა აღწერილი, როგორც რომლიათქერე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების კონტექსტში. ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბელარუსმა უკვე მიიღო სიგნალები უკრაინისგან. ასეთი საქმიანობისა და რუსეთისთან ყველა სხვა ფორმატის კოლაბორაციის შესახებ, რომლის მიზანიც ომის გაჭიანურება ან მასშტაბირებაა. კიდევ ერთი ციტატა. ბელარუსმა იცის რა ნაბიჯებია საჭირო მისი მხრიდან მშვიდობისთვის. ბელარუსის მხრიდან აგრესიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა შეჩერდეს. დეესკალაციისა და განადგურებისკენ მიმართული ნაბიჯები და მშვიდობა სწორედ ბელარუსის მხარემ უნდა გადადრას. და ამ ფონზე ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტმა, ხოლო შემდეგ ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოულოდნელად განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ უკრაინის მოქალაქეების გამარტივებული შესვლა ბელარუსის ტყეებში სოკოსა და კენკრის საკრეფად. მაგრამ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მართლაც უკრაინელების საზღვარზე გადაშვების პრაქტიკა ტყეში ველური კენკრისა და სოკოს საკრეფად მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. მაგრამ ეს იყო რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რომლის ჯარები უკრაინაში, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდანაც შევიდნენ. 2022 წლიდან არც ბელარუსის რესპუბლიკასთან არსებული სტაციონარული გამშვევი პუნქტები, არც ეს გამარტივებული პუნქტები საერთოდ აღარ ფუნქციონირებს. ასევე იგი გაახსენეს, რომ ბელარუსთან მთელ საზღვარზე გამკაცრებულია ნაღმური და ასაფეთქებელი ბარიერები. და ზოგადად საზღვრისპირა ზონაში შესასვლელად იქ ყოფნისთვის, ცხოვრების ან სამუშაო შესრულებისთვის აუცილებელია სპეციალური ნებართვა. ამიტომ ბელარუსის მოწოდებები უკრაინელებისადმი, რომ წავიდნენ საზღვართან ტყეებში, რომლებიც საერთოდ დანაღმულია ჟღერს, როგორც პროვოკაციის მოწყობის მცდელობა. მაგრამ ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ სიტუაციაში სრულიად არასწორად მოიქცა. მოულოდნელია, მინსკი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართოს. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა შეხვედრაზე რუსეთის ელჩ ბორის გრიზლოვთან და მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვთან. პირველად საჯაროდ აღიარა, რომ კრემლი გრიზლოვის მეშვეობით მართლაც ცდილობს ბელარუსის ომში უფრო აქტიურად ჩართოს უკრაინის წინააღმდეგ. და ის საუბრის ვიდეო გაავრცელა ტელეგრამ არხმა პულ პირველმა. ანუ ეს ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ოფიციალური არხია. და აშკარაა, რომ მათ ეს ვიდეო განზრახ გამოაქვეყნეს, რათა საჯაროდ აჩვენონ, თითქოს ლუკაშენკომ ბოდიში გამოთქმისთვის ეს გრიზლოვი უარით გაისტუმრა. და თქვა, რომ არ უნდა სცადონ ჩვენი დაყოლიება, რომ ომში ჩავერთოთ უკრაინის წინააღმდეგ. და საინტერესოა, რომ ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო ბელტა, რომელიც სახელმწიფო სააგენტოა, კიდევ ცალკე დააზუსტა, რომ ლუკაშენკოს ეს სიტყვები სწორედ რუსეთის ელჩ გრიზლოვის მისამართით იყო ნათქვამი. მაშინ როცა რუსმა პროპაგანდისტებმა თავიანთ რეპორტაჟში ეს ფრაზა უბრალოდ უგულებელ ყვეს, ლუკაშენკომ დაამატა, რომ ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია ვლადიმირ პუტინთან და ყოველთვის ერთსა და იმავეს უმეორებდა. ბელარუსებს არ სურთ უკრაინელებთან ომი. ომში ჩართვა ჩვენ არ გჭირდება და ნუ გლიბიძგებთ იმაზე, თითქოს ბორის ვიაჩესლავოვიჩი პროცესს აწყობს, რათა ჩვენ ომში ჩაგვთოს. მოусმინეთ, ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან 1000-ჯერ გვიმჟელია ამ თემაზე. როგორ უნდა ვიომოთ აქ უკრაინელების წინააღმდეგ,
როცა იქით ხარეს ძირითადად ტერიტორიული ჯარია. ჩვენ რა ამ მექანიზატორებს, მეწველებს და მუშაბიჭებს უნდა ვესროლოთ, რომლებიც არ უნდათ ბელარუსებთან ომი. ჩვენც არ გვინდა უკრაინელებთან ომი. ამიტომ ჩვენი პოზიცია ანდრეი რო იცოდე, მშვიდობის მოყვარეა. მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ რუსეთის გვერდით ვიქნებით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, ალექსანდრ გრიგორიევიჩი. სხვა გზა არ არსებობს. მოდით არსებით საკითხებზე შევთანხმდეთ. ჩვენ ომი არ მჭირდება. ჩვენ მიწაც ყოფნის, ეკონომიკაც ყოფნის, ფნის და პრობლემებით საკმარისად გვაქვს. ამიტომ არანაირი კონფრონტაცია. აქ ზედმეტი ემოციები არ მჭირდება. ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩემი პოზიცია გაიგოთ. მე ამას არ მალავ. მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა. აქვე შეგახსენეთ, რომ წინა დღეს Wall Street Journal-მა ყოფილი და მოქმედი რუსი და ევროპელი ოფიციალური პირების ციტირებით, ასევე დაწერა მოსკოვის ზეწოლაზე მინსკს. გამოცემის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე დართმევისთვის და ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაციებისთვის, რითაც ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება. წყაროების თხრით მოლაპარაკეებს სწორედ ის გრიზლოვი აწარმოებს. და აი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაისში კიდეც დაურეკა ლუკაშენკოს და საათნახევარი ესაუბრო მას. აფრთხილებდა ომში ჩართვისგან. 19 ივნისს ვლადიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა, რომ დაეშალა რუსული რეტრანსლატორები, რომლებიც უკრაინულ ქალაქებზე დართმევებს კორექტირებდნენ და დაემუქრა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამას თავად გააკეთებდა. და უკვე 24 ივნისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 ივნისიდან ეს რეტრანსლატორები მუშაობა შეწყვიტეს. ანუ მესამე დღეს ლუკაშენკომ ისინი მაინც გათიშა. და როგორც ჩანს, ლუკაშენკო სწორედ ასე იქცევა ახლა, რადგანაც ხვდება რისკენაც ყველაფერი მიდის. მან უბრალოდ ასე საჯაროდ გრიზლოვს პირდაპირ სახეში უთხრა, რომ არ უნდა გვაიძულონ, ღიად ჩავერთოთ ომში უკრაინის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც 7 და 8 ივლისს ანკარაში გაიმართება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები ემზადებიან უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის დასამტკიცებლად. ამ თანხების გათვალისწინებით უკრაინის თავდაცვაზე საერთო ხარჯები, როგორც საკუთარი, ისე გარე, დაახლოებით უტოლდება რუსეთისას. ორ შემთხვევაში, იმ თანხებთან შედარებით, რაც მოსკოვმა ჩადო სამხედრო ბიუჯეტში ამ წლისთვის, ნატოში განაცხადეს, რომ წესების მიხედვით დეკლარაციის პროექტის თანახმად, ნატოს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ უკრაინას სამხედრო დახმარება 70 მილიარდი ევროს ოდენობით გაუწია. სხვათა შორის, აშშ-ში ამ პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს. 3 დღის წინ ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სამხედრო მიზნებისთვის ბიუჯეტური ხარჯები ევროკავშირის კრედიტის გათვალისწინებით რეკორდულ თითქმის 4,5 ტრილიონ გრივნას შეადგენს. ეს თითქმის 100 მილიარდი დოლარია. შედეგად, უკრაინის საერთო სამხედრო ბიუჯეტი წელს შეადგენს 178 მილიარდ დოლარს. ახლა კი შედარებისთვის და გასაგებად. რუსეთის ბიუჯეტში თავდაცვისთვის გათვალისწინებულია 12,93 ტრილიონი რუბლი. ეს დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია მიმდიდარე კურსით. კიდევ ერთხელ, უკრაინას აქვს 179 მილიარდი, რუსეთს კი 170 მილიარდი. ანუ ამ მაჩვენებლებით უკრაინა და რუსეთი გათანაბრდნენ. შეგეძლოთ ეს წარმოგედგინათ სულ მასშტაბიანი ომის დაწყებამდე, რომლის ფარგლებშიც ვლადიმირ პუტინი აპირებდა უკრაინის დემილიტარიზაციას. აი ვფიქრობ, აქ ნამდვილად არის საკითხი, რაზეც უნდა დაფიქრდე. და ზოგადად, მე ძალიან არ გამიგვირდება თუ რუსი ოკუპანტები მართლა დაიწყებენ აჯანყებას. აქ მრავალ წერტილს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი შემოწირულობით ბულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქვე სხვათა შორის არის ბმული ჩემს Telegram არხზე Pichi News-ზე. მასაც გამოიწერეთ. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.